იშვიათ მიწა-მაგნიტის პირველი ევროპული საწარმო გაიხსნა წელს ქალაქ ნარვაში, რომელიც ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზედ რუსეთის საზღვართან მდებარეობს. იშვიათ მიწა მუდმივი მაგნიტები ევროპის ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ტექნოლოგიებზე გარდამავალი ეტაპის ხერხემალია. იშვიათ მიწა მაგნიტები ელექტროენერგიას ზოგავენ, როდესაც მას ძრავაში იყენებ, მისი ეფექტიანობა იზრდება. ამჟამად მუდმივ მაგნიტებზე ევროკავშირის მოთხოვნის 90%-ს ჩინეთი აკმაყოფილებს. ევროპა საკუთარი შიდა მიწოდების ჯაჭვის შექმნას სურს. ამ იშვიათ მიწა მაგნიტის ქარხნის საწარმოო სიმძლავრე 2000 მეტრული ტონა მზა მაგნიტის ბლოკია. ეს საკმარისია, რომ ევროკავშირში დამზადებული მილიონზე მეტი ელექტრომობილი ან 1000-ზე მეტი ქარის ოფშორული ტურბინა აღიჭურვოს. Automotive and offshore wind turbine customers. კანადური კომპანია, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა, ადრე იშვიათ მიწა ელემენტების განცალკევების საწარმოს ამუშავებდა, რომელიც ქალაქ სილამიაეს მახლობლად მდებარეობს. ნარვის ქარხანაში ავსტრალიიდან ჩამოტანილი იშვიათ მიწა ელემენტების ფხვნილს სხვა ლითონებს ურევენ, რათა მუდმივი მაგნიტი მიიღონ. ამის გამო ძალიან გაუმართლა ჟორიანა მიურალს, რომელსაც მას შემდეგ, რაც მუდმივ მაგნიტებზე სადოქტორო დაიცვა, არც კი ჰქონდა იმედი, რომ თავისი პროფილით იშობიდა სამუშაოს და თანაც ესტონეთში. ერთპოლუსიანი მაგნიტი არ არსებობს. ისინი არ განიზიდავენ ან იზიდავენ. ამიტომ როცა უნივერსიტეტი დავამთავრე, ვიფიქრე, რომ საკმარისი დრო დავუთმე მაგნიტს და დროა განმიზიდოს მეთქი. მაგრამ შემთხვევითობის წყალობით ისევ უკან მიმიზიდა, როდესაც ამ პროექტში ჩავერთე, არც შენობა გქონდა, არც კედლები, საერთოდ არაფერი. ახლა კი აქაურობა სავსეა დანადგარებით. უბრალოდ აღტაცებული ვარ, როცა წარმოვიდგენ, როგორი მომავალი გველოდება. მაგნიტის ქარხნის მთლიანი ბიუჯეტი 75 მილიონი ევროა, საიდანაც 14 მილიონი ევროკავშირის სამართლიანი გარდამავალი ეტაპის ფონდმა დააფინანსა. მომავალში ეს ქარხანა დაახლოებით 1000 ადამიანის დასაქმებას აპირებს. პროექტი ნარვის ეკონომიკის დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად, რათა რეგიონმა თანდათან უარი თქვას ნავთობის ფიქლური მეთოდით მოპოვებაზე, რომელიც ერთ დროს რეგიონის მთავარი ეკონომიკური საქმიანობა იყო. ევროკავშირმა 2021-27 წლებისათვის სამართლიანი გარდამავალი ეტაპის ფონდიდან რეგიონს გამოუყო 357 მილიონი евро, რომელიც მწვანე ეკონომიკურ პლატფორმაზე გადასვლის გამო ყველაზე მეტად დაზარალებულ ტერიტორიებზე უნდა დაიხარჯოს. ასეთი ტიპის ქარხანა ახალ ინდუსტრიულ კომპანიებს მოიზიდავს. რა თქმა უნდა, ამის გამო მუშახელის გადამზადება დაგვჭირდება. ძალიან მადლიერი ვარ კანადელი ინვესტორისა, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ამ ადგილს. ეს ხომ ევროკავშირისა და ესტონეთის საზღვარია. სულ რაღაც 200 მეტრი გვაშორებს რუსეთის საზღვარს.